ყველას საფეხბურთო სალამი და მე კვლავ გიბრუნდებით უცხელესი საფეხბურთო სიახლეებით. ხუჩა კვარაცხელია სიტყვებმა აჟიოტაჟი გამოიწვია ქართული ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. ჭორები გიორგი მიქაუტაძის გარშემო და ფეხბურთელის პასუხი ამ ყველაფერზე. არმან სარუკიანი თოფურიას და მახაჩევის შესაძლო ბრძოლაზე კომენტარს აკეთებს. ეს და სხვა სიახლეები დღევანდელ ვიდეოში. დაეჭირე ლაიქის ღილაკს. შეგახსენებთ რომ ჩვენი ლაიქ მიზანია 1500. დარწმუნებული ვარ ამას მოვახერხებთ. ასევე თუ რაიმე მიზეზის გამო არხი გამოწერილი არ გაქვთ, ეგეც მარტივი გამოსასწორებელია. ამჟამად 55400 ადამიანი ვართ არხზე. ჩვენი მიზანია თვის ბოლომდე ეს რიცხვი 60000 გამომწერზე ავიდეს. მადლობა ყველას, ვინც გვერდში მიდგახართ. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. საერთაშორისო სპორტული ტელეარხის ESPN-ის ვებგვერდი ჩელსის სატრანსფერო პოლიტიკას მიმოიხილავს და არისტოკრატებს რამოდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის, მათ შორის 16 წლის საბა ხარებაშვილის შეძენას ურჩევს. საქართველოში ახალგაზრდა ტალანტებზე ნადირობა შესაძლოა ეგზოტიკურად ჟღერდეს, მაგრამ ჩელსიმ უკვე დაამტკიცა, რომ მზადაა ყველაზე უჩვეულო სატრანსფერო ბაზრებზე სამუშაოდაც. თბილისის დინამოს ნიჭიერი ფეხბურთელების აღზრდის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამის ბოლო მაგალითებია PSG-ს გარემარბი ხუჩა კვარაცხელია და ლივერპულის მეკარე გიორგი მამარდაშვილი. ასევე ნიუკასლის მიერ შეძენილი 17 წლის შემტევი ვახტანგ სალია. ამიტომ გასაკვირი არ იქნება თუ ახალი თაობის ვარსკვლავების აღმოსაჩენად ლონდონური კლუბი ამ მიმართულებითაც იმუშავებს. წელიწადზე მეტი არად საბა ხარებაშვილი დინამოს პირველი გუნდის წევრია. 15 წლიდან კი ძირითად შემადგენლობაში თამაშობს. მას ნახევარდაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში, მაგრამ საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში დაცვის მარცხენა ფლანგზე დაიმკვიდრა ადგილი და გამოირჩევა საქმისადმი სწორი მიდგომით, დაცვაში სტაბილური თამაშით, კარგი პასითა და შეტევითი პოტენციალით, რაც კარგ ჩაწოდებებსა და ინდივიდუალურ გარღვევებში გამოიხატება. ხარებაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე არაა, ამიტომ 2027 წლის იანვრამდე მისი საერთაშორისო ტრანსფერი ვერ განხორციელდება. თუმცა მსურველების დეფიციტი ახალგაზრდა მცველს ნამდვილად არ ექნება. საქართველოს ნაკრებისა და ლიონის შემტევმა გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან მის ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მიზანი ლიონის ისტორიაში ჩაწერაა. მინდა კლუბში ისტორია შევქმნა, ბევრი გოლის გატანა მინდა, რამოდენიმე უკვე გავიტანე და კიდევ გავიტანა. ჩემ ტრანსფერთან გავრცელებულ ჭორებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ცნობისთვის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აქტიურად იწერებოდა, რომ გიორგი მიქაუტაძის დამატებით გალათასარაი აქტიურად იყო დაინტერესებული და ლიონს რამოდენიმე შეთავაზებაც გაუკეთა, თუმცა გარიგება საბოლოოდ არ განხორციელდა. რამოდენიმე დღის წინ კი დაიწერა, რომ ბომბარდირის შეძენით ტურინის იუვენტუსიც ინტერესდება და შესაძლოა ბიანკონერიმ ქართული შემტევის დამატება მოახლოებულ ზაფხულის ფანჯარაზე სცადოს. გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ლიონის მაისურით ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც სრულიად სიგიჟე მაჩვენებელია. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში PSG-მ არსენალს პარკ დე პრანსზე უმასპინძლა და ანგარიში 2-1 დაამარცხა. შეხვედრაში პირველი გოლი მასპინძლებმა 27 წუთზე გაიტანეს. თავი ესპანელმა ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა გამოიჩინა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში პირველი გოლი გაიტანა. 79 წუთზე PSG-მ პენალტი გამოიმუშავა, თუმცა ვიტინიას დარტყმული ბურთი მეთოფეების მეკარემ დავიდ რაიამ მოიგერია. 72 წუთზე საკუთარი გუნდი წინ აშრაფ ჰაკიმიმ გაიყვანა. სტუმრების მხრიდან კი ერთადერთი გოლი ბუკაიო საკამ 76 წუთზე გაიტანა. ხუჩა კვარაცხელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო, კომენტარს აკეთებს. ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვარ, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. აქ რამოდენიმე თვის წინ მოვედი და უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვთამაშობ. ინტერი? ისინი იმსახურებენ ფინალში ყოფნას. ძალიან რთული გუნდია, სტანდარტულებში ძალიან ძლიერები არიან და ყურადღებით უნდა ვიყოთ. დარწმუნებული ვარ ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან ძლიერები ვართ და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვიმსახურებთ, თქვა კვარამ. გავლენიანი ფრანგული გამოცემა ლეპარიზიანი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში PSG-სა და არსენალის საპასუხო მატჩზე ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს და ხუჩა კვარაცხელიას თამაშსაც განიხილავს. ხუჩა კვარაცხელიასთვის ეს საღამო შესაძლოა რთული ყოფილიყო. PSG-ს საკმაოდ გაუჭირდა, განსაკუთრებით პირველი ტაიმის საწყის 20 წუთში. საერთო ჯამში მეტოქის საჯარიმოში ბურთს მხოლოდ 24 ჯერ შეეხო. ლუის ენრიკეს გუნდი ძირითადად კონტრშეტევებზე თამაშობდა. ერთი რჩება, ქართლის გამო ნუ ინერვიულებთ. ამ კაცს ცეცხლოვანი ფრთები და ბეტონის ფეხები აქვს. ნუნუ მენდესთან ერთად ბუკაიო საკას წინააღმდეგ მისი ნამუშევარი კიდევ დიდი ხნით დარჩება ისტორიას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ის ენერგია, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში გამოავლინა, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. თუ ლუის ენრიკე მას ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს ცვლის, ეს სწორედ მისი უნარების დამსახურებაა. შეინარჩუნოს გონიერება და თამაშის დროს დრიბლიორის როლიდან შედარებით შემზღუდველი მცველის როლზე გადავიდა.
გამოვიდეს. მე-17 წუთზე არსენალისთვის საგანგაშო ეპიზოდი იყო. ამ მომენტამდე ლონდონელებმა PSG-ს ფეხბურთელები თითქმის ყველა კომპონენტში ჩაახშეს. ქართველის მომენტის წყალობით კი პარიზმა ნელ-ნელა თავისი თამაშიც იპოვა. ინტერში ლაუტარო მარტინესსა და მარკუს ტურამს დუეტის მსგავსად კვარამ და დეზირე დუემ მარკინიოსის გადაცემის შემდეგ შესანიშნავი სამუშაო გაწიეს. კვარა კარისგან ზურგით ბურთს ეხება, შემდეგ კი მარცხენა ფლანგზე გარბის, რომელსაც დუეტს კარგად მოემსახურა. ამ ეპიზოდს ბურთის ძელზე გარტყმა მოყვება, რამაც PSG თამაშში დააბრუნა. ხუჩა კვარაცხელიამ ასევე CBS Sports გოლაზოს ჟურნალისტებთან ისაუბრა. ეს შესანიშნავი გრძნობაა. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვარ და ეს სიზმარივითაა. ფიქრობ, ეს შედეგი თავდაუზოგავი შრომის შედეგია და პროცესისადმი ნდობას ეხება. ძალიან ბედნიერი ვარ ამ კლუბში ყოფნით და ამ ბიჭებთან ერთად თამაშით. პარიზში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. დღევანდელ მატჩში ნამდვილად რთული სტარტი იყო. მეტოქემ თამაში ძალიან კარგად დაიწყო და გოლის გატანის ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ ვცდილობდით ჩვენი თამაში გვეჩვენებინა. გოლის გატანის შანსები ჩვენს ჰქონდა. ფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით და სწორედ ამიტომ მოვიგეთ. ნამდვილად რთული თამაში იყო, რადგან არსენალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ამტკიცეს, რომ როგორც შეტევაში, ისე დაცვაში კარგად თამაში შეუძლიათ, ასე რომ ჩვენთვის ძალიან რთული თამაში იყო. UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველმა ნომერმა არმან ცარუკიანმა ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა. სომეხი მებრძოლის თქმით, თოფურია ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის რანგში იცვლის დივიზიონს და სამართლიანად ითხოვს სატიტულო ჩხუბს. ეს საინტერესო ჩხუბი იქნებოდა. თოფურიას შეუძლია მახაჩევს პრობლემები შეუქმნას. ამ წონაში ისლამისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ მე და თოფურიას შეგვიძლია. კეიჯი მახაჩევისთვის მარტივი ფულია. ოლივეირა კი უკვე ნაცემი ყავს. რის ხარჯზე შეუძლია ილიას ისლამისთვის პრობლემების შექმნა? ის უფრო დაბალია, ამიტომ ფეხში შესვლა ისლამისთვის უფრო რთული იქნება. თოფურია კარგად გას ფეხზე და ძლიერი დარტყმა აქვს. ნებისმიერ მომენტში შეუძლია ისლამი დაანოკაუტოს. ფიქრობ, თუ კარგი დარტყმა გამოუვა, ილიას ისლამის დაგდებაც შეუძლია, თუმცა ისლამი შეეცდება მასთან დისტანცია შეინარჩუნოს და შორიდან იმუშაოს. ვინ იქნება მსუბუქ წონაში ილია თოფურიას პირველი მეტოქე ჯერჯერობით უცნობია. ლეგენდას ისლამ მახაჩევთან სატიტულო ბრძოლა სურს. დაღესტნელი მებრძოლი კი როგორც ჩანს ქვემს საშუალო წონის სატიტულო ჩხუბს ელოდება და თუ ჯეკ დელა მადალენა ბელალ მუჰამედს დაამარცხებს, დიდი ალბათობით დივიზიონს ისლამ მახაჩევიც შეიცვლის. მედიის ინფორმაციით ასეთ შემთხვევაში თოფურიას მეტოქე ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა იქნება. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით, რამდენად დიდია იმის შანსი, რომ ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევი დაანოკაუტოს. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ და ისე ამოვნეთ ყურებით. მე კი გემშვიდობებით და აბა, წარმატებები.